რადიო თავისუფლება კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს იმ წერილს შინაარს, რომელთაც კონგრესიდან მარკო რუბიოს მომავალ სახელმწიფო მდივანს მიმართავენ და მოითხოვენ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის დასანქცირებას. საუბარია როგორც ოლიგარქის ოჯახის წევრებზე, ასევე იმ ბიზნესმენებზე, რომლებიც წერილის ავტორების აზრით აძლიერებენ ბიძინა ივანიშვილს. ასევე საუბარია კლანის ლიდერ მოსამართლეებზე, ასევე ქართული ოცნების მთავარ იდეოლოგებსა და პროპაგანდისტებზე. ნატალია ჯახუტაშვილი გვეტყვის, ვის დასანქცირებას ითხოვენ ამ წერილის მიხედვით და რა აკავშირებთ მათ ბიძინა ივანიშვილთან. საუბარია 25 კაციან სიაზე, ვინც უნდა დასანქცირდეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კონგრესმენების აზრით და რადიო თავისუფლების ინფორმაციით ეს წერილი ამ კონკრეტული მოთხოვნით უკვე გადაგზავნილია მომავალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები არიან სწორედ ის პირები, რომლებიც ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში და ამუშავებენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. სიაში მოხვდნენ ივანიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, ასევე ოლიგარქის კარზე მომუშავე ბიზნესმენები, ასევე ამ შავ სიაში არიან არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები, პროპაგანდისტები და მოსამართლეებიდან სიაში არის შეყვანილი ჩინჩალაძე და მურუსიძე. სხვათა შორის ეს კლანის წევრები არიან პირველი ქართველები, რომლებიც დასანქცირდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. უბრალოდ მაშინ ვაშინგტონმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა ამ მოსამართლეებს და როგორც ჩანს, ახლა კონგრესმენები მოითხოვენ, რომ უფრო ხისტი ნაბიჯები გადაიდგას ამ მოსამართლეების წინააღმდეგ. სავარაუდოდ ისინი მოითხოვენ ფინანსური სანქციების დაწესებას ამ კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ. მოდით დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებით. შავ სიაში მოხვდნენ ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე, ასევე ივანიშვილის ძმა ალეკო ივანიშვილი, მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ასევე შმაგი კობახიძე, რომელიც ივანიშვილის დიშვილია და სიაში მოხსენიებულია როგორც ივანიშვილის ოჯახისა და ახლოწრის წევრი. გადავიდეთ ახლა მთავრობის წარმომადგენლებზე, ქართული ოცნების ლიდერებზე და სახელმწიფო თანამდებობის პირებზე. ამ სიაში შეყვანილია ნათია თურნავა, რომელიც არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და სხვათა შორის ექსპერტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად დაუწესა სანქციები ნათია თურნავას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მყისიერად გახდება პარალიზებული, დისფუნქციური. ნათია თურნავა ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ შეინარჩუნებს თანამდებობას, მას მოუწევს პოსტიდან გადადგომა და სპეციალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ნათია თურნავა ვეღარასდროს დაიკავებს ასეთ მაღალ პოზიციას რომელიმე აღმასრულებელ რგოლში. ამასთან ერთად სიაში შეყვანილია კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხშირად უწესებს ან ყოველ შემთხვევაში ცდილობს, რომ ცენზურა დაუწესოს თავისუფალ მედიას. ასევე ამ სიაშია აჭარის მთავრობის მეთაური, ოლიგარქის დავალებების უპირობო შემსრულებელი თორნიკე რიჟვაძე, ასევე სუსის უფროსი გრიგოლ ილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უკვე არის შეყვანილი მაგნიცკის სიაში. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზომა გამოიყენა სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ და ჩვენ გვახსოვს, რომ იმავე დღესვე ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ის დააწინაურა და დანიშნა ვიცე-პრემიერად. გავაგრძელოთ, ამ სიაში ასევე არიან თბილისის მერი კახა კალაძე, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ასევე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეხმარებოდა ქართულ ოცნებას და ის მოხსენიებულია როგორც პარტიის იდეოლოგი და ასევე დასასანქცირებელ პირთა სიაშია შეყვანილი ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თავმჯდომარეა და ახლა სამეურვეო საბჭოს ბორდის მოქმედი თავმჯდომარეა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვასილ მაღლაფერიძე იყო ქართული ოცნების თავმჯდომარე და ის სიაში აგრეთვე მოხსენიებულია
როგორც პარტიის იდეოლოგი მოსამართლეებთან დაკავშირებით უკვე გითხარით, სიაში შეყვანილები არიან კლანის წევრები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, რაც შეეხება ბიზნესმენებს. ერთ-ერთია ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი, რომელსაც ასევე აქვს ამერიკული პასპორტი, ის ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ასევე დასასანქცირებელ პირთა სიაშია სოსო ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელი, ის შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ უახლოესი გარემოცვის წევრია ბიძინა ივანიშვილის, ასევე ხვიჩა მაკაცარია, სელფის ყოფილი ბილაინის მფლობელი, მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში თელმიკო, თბილისი ენერჯი, საქართველოს ლატარიის კომპანია და ასე შემდეგ, ასევე კიდევ ერთი ბიზნესმენია ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის დირექტორი, ვანო ჩხარტიშვილი, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, ამასთან ერთად სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, ეგრეთ წოდებული რიჟა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის ჯორჯიან მანგანეზის წილების ნაწილს ფლობს და დე-ფაქტო განკარგავს. ასევე სიაში მოხვდა ილია წულაია, არქის დამფუძნებელი, ნოშრევა ნამორაძე, VR ჰოლდინგის, კრწანისი რეზორტ რეზიდენცის, კრწანისი როიალ რეზიდენცის, კრწანისი ვილა რეზიდენცის და სხვა კომპანიების მფლობელია და ვიქტორ ჯაფარიძე, პოსტივის მფლობელი და პარლამენტარი. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებას აქვს სრულ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით და ისინი დარწმუნებული არიან, რომ სანქციები გაფართოვდება, უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატები და საბოლოო ჯამში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იძულებული გახდება, რომ წავიდეს კომპრომისზე და დანიშნოს ქვეყანაში ახალი არჩევნები. თავად ის სიარაც არის შედგენილი, კარგად არის დანაწილებული, ანუ ცალკე არიან პროპაგანდისტები, ცალკე არიან რაღაცა ბიზნესის წარმომადგენლები, ცალკე არიან ოჯახის გარემოცვა და ასე შემდეგ. ხო, მიზანი ალბათ ეგ არის, რომ უფრო დიდ ასაზე, დიდ ნაწილზე გარემოცვის ივანიშვილის გავრცელდეს ეს სანქციები. ან მნიშვნელოვანია მათ შორის რა ტიპის სანქციებს ითხოვენ, რომელიც ჯერჯერობით არ ვიცით. ეგეც საინტერესოა კონგრესმენების მოთხოვნა რა არის. მოგეთ წელი არის ანახავი. თავისთავად ის რომ რაღაც ესეთი ნაბიჯი იდგმება, მეაშებს იმაზე რომ სანქციები კიდე იქნება და ალბათ გაფართოვდება. ჩვენ ველოდებით ორ პარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გვაქვს აქამდეც, სხვა პირებთან მიმართებაშიც 44 დღეს პროტესტისას, რასაც ახორციელებს ქართველი ხალხი, აუცილებლად მოყვება ის რეაქციები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომ ივანიშვილს მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა. ისინი თანმიმდევრულად ორ პარტიულად ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც აღნიშნეთ, მიყვებიან ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის გადარჩენისათვის საჭირო ღონისძიებებს, მათ შორის დასანქცირებას ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის. მასში არის ორი მნიშვნელოვანი სიახლე. ერთი ის, რომ ამ ხელისუფლების კლანის გამაძლიერებელი ბიზნესი და მათი წარმომადგენლები მოხვდა უკვე ამ სიაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასაზრდოობენ ამ რეჟიმს, ეხმარებიან რუსული გავლენის გაზრდიერებას ქვეყანაში და ამავე დროს ისინი საზრდოობენ თავად ბიუჯეტიდან და ბიძინა ივანიშვილის, ასე ვთქვათ, ხელიდან. და მეორე ის, რომ მასში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კი უკვე ამერიკის მთავრობამ ეს ადამიანები დაასანქცირა, ეროვნული ბანკი სრულიად პარალიზებული იქნება და მომენტალურად მოუწევს ქალბატონმა თეატრონობას გადადგომა. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ სანქციების ახალ ტალღას დასავლელი პარტნიორების მხრიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. კონგრესში მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით უკვე შესულია რამდენიმე კანონპროექტი და ამ დოკუმენტების განხილვა დაიწყება უახლოეს მომავალში. მოკლედ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.